ხალებს აფშედა ასეთი არა ხალი ხალი არ არის არ ვიცი რაღაც სხვა ჯიშია ხალი არ არის სად არის ხალი აბა მითხარით ერთ მაჩვენეთ რომელია ხალი ამბობს კალაძე პროტესტის ქალ მონაწილეებზე რომლებსაც ოცნების პარტაქტივი ფიზიკურად უსწორდება და სახეში ურტყამს კალაძე იცავს იმ პირებს ვინც გუშინ მოქალაქეებს ჟურნალისტებსა და პოლიციელებს თავს დაესხნენ და მომხდარში აქციის მონაწილეებს ადანაშაულებს იგივე გაიმეორა ზარქუამაც რომელმაც ნაცემ ქალებს ქაჯები უწოდა პოლიციას არავინ უსწორდებოდა ამბობს კალაძე მიუხედავად იმ კადრებისა სადაც ჩანს როგორ ესხმის თავს ადგილზე მყოფ პოლიციელებს ოცნების პარტაქტივი კალაძის შტაბთან ნაცემი 4 მოქალაქე გუშინ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს ორი მათგანი საავადმყოფოდან გუშინვე გაწერეს ორი კი ამ დრომდე ადგილზე რჩება მათ შორისაა უნგრელი ჟურნალისტი რომელსაც ექიმის ინფორმაციით სახისა და ხელის მტევნის მსუბუქი დაზიანება აქვს თელავის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდებული ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით სისტემატიურად აუპატიურებდა არასრულწლოვან შვილს, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. რუსეთის ინტერესების სექციამ თბილისში რუსული ენის პედაგოგებს ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგში მონაწილეობა რუსული ენის 40-ზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ნათქვამია რუსეთის ინტერესების სექციის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში. მათივე განცხადებით ტრენინგი მოსკოვიდან მოწვეულმა ექსპერტებმა ჩაატარეს.